ვენესუელა, ირანი და გრენლანდია. გეოგრაფიულად დაშორებული სამი რეგიონი. დღეს საერთაშორისო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების ახალი, უფრო აგრესიული სტრატეგია სწორედ ამ მიმართულებებზე ამახვილებს ყურადღებას. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი საგარეო პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ვაშინგტონის მოწინააღმდეგეებში, არამედ ტრადიციულ მოკავშირეებშიც, რადგან აშკარაა, რომ ამერიკა მზადაა სამხედრო ძალის გამოყენებისთვისაც. ამ თემებზე ევრონიუსის ბერძნული სამსახური ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილ ოფიცერსა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის ყოფილ მრჩეველს. მადუროს დაპატიმრება 1999 წელს პანამაში შეჭრის შემდეგ დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალის ყველაზე მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. ოპერაციამ ორი ძირითადი ასპექტი გამოკვეთა. პირველი, შეერთებული შტატების უპრეცედენტო ოპერატიული შესაძლებლობები. დელტა ფორსის დანაყოფმა მოქმედი სახელმწიფოს მეთაური გამაგრებული სამხედრო კომპლექსიდან 3 საათზე ნაკლებ დროში გამოიყვანა. ამერიკის შეერთებული შტატების ძალებისთვის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. ეს ერთგვარი გზავნილია, რომ სოფლიოში სხვა არცერთ არმიას არ შეუძლია ამის გაკეთება. მეორე და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი. ოპერაციამ ამერიკის პოლიტიკური ნების დემონსტრირება მოახდინა. ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია სამხედრო ძალის გადამწყვეტად და გონივრულად გამოყენება. რას ნიშნავს ნიკოლას მადუროს დაპატიმრება ვენესუელისთვის და ზოგადად ლათინური ამერიკისთვის? როგორ ხსნით ჩინეთისა და რუსეთის ფაქტორს? მომდევნო 60 დღე ვენესუელისთვის კრიტიკული იქნება. ვიცე-პრეზიდენტ როდრიგესს მოუწევს უკიდურესად რთული პოლიტიკური ვითარების მართვა. ერთი მხრივ მან უნდა უპასუხოს ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნებს ნავთობზე წვდომის თაობაზე და თავიდან აიცილოს კონფლიქტი ვაშინგტონთან. მეორე მხრივ კი შეინარჩუნოს სანდოობა ჩავესის მხარდამჭერებთან, არმიასა და იმ სოციალურ ჯგუფებთან, რომლებიც მადუროს უჭერდნენ მხარს. თუ ეს ბალანსი მიღწეული იქნება, ქვეყანას შესაძლოა მოკლევადიანი სტაბილიზაცია ელის, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში შიდა დაპირისპირების, ფრაგმენტული ძალადობის ან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ჩარევის საფრთხე კვლავ რეალურად რჩება. ადმინისტრაცია არ ცდილობს ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას, მისი მიზანი მორჩილების მიღწევა. ამასთანავე ვაშინგტონმა ნათლად განაცხადა, რომ მზადაა ესკალაციისთვის, თუ მისი გზავნილი არ იქნება სწორად გაგებული. რუსეთისა და ირანისადმი მიმართული გზავნილების კონტექსტში მოსკოვის შეზღუდული რეაქცია მადუროს საქმეზე შემთხვევითი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შემთხვევა განსხვავებულია, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიის ძირითადი ლოგიკა უცვლელი რჩება. ვაშინგტონი ნათელ გზავნილს უგზავნის როგორც მოწინააღმდეგეებს, ისე მოკავშირეებს. იგი მზადაა ძალის გამოყენებისთვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეს გზავნილი პირდაპირ ეხება რუსეთს, ირანსა და სხვა აქტორებს. შეერთებული შტატები არ დაიხევს უკან ინტერვენციისგან, თუ ამას საჭირო ჩათვლის. ახლა ახლო აღმოსავლეთზე გადავიდეთ. ირანში არეულობაა. ფიქრობთ თუ არა, რომ რეჟიმის ცვლილება შესაძლებელია? ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია და ადმინისტრაციაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ტრამპმა განაცხადა, რომ დახმარება გზაშია და ირანის რეჟიმი გააფრთხილა, შეეწყვეტა ძალადობა დემონსტრანტების მიმართ. ვითარება უკიდურესად რთულია. ირანმა უკვე დახოცა პროტესტის მონაწილეები. საუბარია 2000-ზე მეტ დემონსტრანტზე. ამავე დროს თეირანს აქვს შურისძიების შესაძლებლობა. მას შეუძლია დაარტყას რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ან გამოიყენოს საკუთარი სატელიტური ძალები. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დასუსტებულია 2025 წლის სამხედრო კამპანიების შემდეგ. როგორც ჩანს, რეჟიმს არჩევანი სულ უფრო ეზღუდება. საუბრის დასრულებამდე მინდა გრენლანდიაზე გკითხოთ. რატომ იქცა ეს ტერიტორია კრიტიკულად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ წერტილად? პირველი მიზეზი გეოგრაფიაა. გრენლანდია აკონტროლებს არქტიკაზე და შესაბამისად ჩრდილოეთ ამერიკაზე წვდომას. სწორედ ამ მიზეზით შეერთებულ შტატებს კუნძულზე სამხედრო ბაზა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქვს განთავსებული. მეორე მიზეზი კრიტიკულ ბუნებრივ რესურსებს უკავშირდება. გრენლანდიის იშვიათი მიწების საბადოები აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის, სმარტფონებიდან და ელექტრომობილების აკუმულატორებიდან დაწყებული, სამხედრო აღჭურვილობით დამთავრებული. დღეს ამ ბაზრის დიდ ნაწილს ჩინეთი აკონტროლებს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ალტერნატიული წყაროების ძიებისკენ უბიძგებს. მესამე ფაქტორი მსხვილ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია. რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზრდა სამხედრო და საზღვაო აქტივობა არქტიკაში, რადგან ყინულის დნობა ახალ საზღვაო მარშრუტებს ხსნის. ამავე დროს ჩინეთი საკუთარ თავს არქტიკულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს და რეგიონში მზარდ როლზე მიუთითებს. ვაშინგტონისთვის, ვინც არ უნდა აკონტროლებდეს გრენლანდიას, ის აკონტროლებს არა მხოლოდ ძვირფას რესურსებს, არამედ გეოგრაფიულ წვდომასაც, ფაქტორს, რომელიც 21 საუკუნეში სტრატეგიულ ბალანსს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ წარმოადგენს გრენლანდია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს.